სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ქრისტე აღსდგა. ჩვენ ძალიან ხშირად ვეხებით ადამიანის ნებელობას ღვთისნებასთან მიმართებაში. ძალიან ხშირად ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ადამიანის თავისუფლება, რომელიც ღვთის დარითვისებაა და ამ სამყაროში ღმერთი რომ არ არსებობდეს როგორც ტრანსცენდენტული თავისთავად მყოფი ყოფიერება არავის მიერ შექმნილი. ღმერთი რომ არ არსებობდეს, მაშინ თავისუფლება ობიექტურად ვერ იარსებებდა. იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია, ადამიანის არ იქნებოდა თავისუფალი და ის რასაც ადამიანი თავისუფლებას უწოდებს, იქ მხოლოდ ილუზია იქნებოდა. მაგრამ რადგან ღმერთი არსებობს, რადგან ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია, რადგან ადამიანში ღვთის სუნთქვა, რადგან ადამიანს აქვს შესაძლებლობა იყოს თეოლოგიური არსება, განიღმრთოს, მადლით ღმერთი გახდეს, ამიტომ ადამიანს აქვს პოტენციური შესაძლებლობა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და იმასაც ვამბობთ ხოლმე, რომ თუ თავისუფლებაში ადამიანი არ რეალიზდა, ადამიანი ვერც ბედნიერი იქნება, ვერც ბოლომდე გახარებული იქნება და საერთოდ სიხარული არ ექნება, ვერც მარადილ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს, ვერც ქრისტიანი ვერ იქნება. ამიტომაც იგივე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ხაზგასმულია, რომ ზდიდებული მამა თავისუფლებაში ზდიდა თავის სულიერ შვილებს. მაგრამ თანამედროვე ადამიანს, ალბათ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ადამიანი განსაკუთრებულად ფიქრობ მოწამლული ამ კუთხით, თავისუფლებას და საკუთარი ნების უარყოფას ერთმანეთს ვერ აკავშირებს და თვლის, რომ თუ საკუთარ ნებას უარყოფ, თავისუფლებას კარგავ და თავისუფლება ნიშნავს თვითნებობით ცხოვრებას. აი, ისე როგორც მაგალითად ადამიანს გონია, რომ ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალისტური ცხოვრება, საკუთარი ეგოისტური მიდრეკილებებით ცხოვრება, ეს არის პიროვნული განვითარება და პიროვნების ცხოვრება. აღრეული აქვს თანამედროვე ადამიანს საერთოდ ეს ღირებულებითი კატეგორიები, როგორც არის სიცოცხლე, როგორც არის მარადისობა, როგორც არის პიროვნულობა, როგორც არის თავისუფლება, როგორც არის სიყვარული, როგორც არის საერთოდ ღმერთი, ეს ყველაფერი იმდენად ტრანსფორმირებული, დეფორმირებულია ეს კატეგორიები და ეს ცნებები თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში, რომ ფაქტობრივად ეს ახარებასაც რო კითხულობს და ღვთის სიტყვას რო ესმის და თუ ეკლესიაში მოვიდა და ლოცვასაც რო კითხულობს, ამასაც ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ ეს მისთვის სხვა ენა არის. აი ეს ენა მას არ ესმის. ანუ ქრისტიანული ტერმინოლოგიით აღმოთქმული აზრები თანამედროვე ადამიანს არ ესმის. მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ეს გავიგოთ ყველა ცნებას თავისი დატვირთვა რომ აქვს, ის დატვირთვა რა დატვირთვა აქვს, რა სემანტიკასაც, რასაც ატარებს, ეს რომ გავიაზროთ და გავაცნობიეროთ. და ამიტომაც წმინდა წერილში ხშირად შევხვდებით ჩვენ ღვთის ნების გამოხატულებას, ხშირად გვიტყვია ადამიანს თუ არა აქვს მუდმივი კავშირი წმინდა წერილთან, მან უბრალოდ შეუძლებელია სულიერად იცხოვროს, მან შეუძლებელია ქრისტიანული აღსარება თქვას, შეუძლებელია ის ქრისტიანული ლოცვა აღმოსთქვას და შეუძლებელია საერთოდ რომ ეზიაროს. თუნდაც გარეგნულად ამ ყველაფერს ის აკეთებდეს. არსობრივად ეს მასში არაფერს ცვლილებას არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ადამიანი აკეთებს არჩევანს, პიროვნულ არჩევანს, არა ეგოისტურს, ინდივიდუალისტურს, არამედ პიროვნულ არჩევანს, უარყოს ბოროტება და გაყვეს ქრისტეს, ამის შემდგომ ხდება მისი მონათლა და ეს ქრისტესადმი გაყოლა, ბოროტებაზე უარის თქმა და ქრისტესადმი გაყოლა ნიშნავს სხვა არაფერს, თუ არა საკუთარი ნების უარყოფას ღვთის ნების სასარგებლოდ. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია. მაგრამ ღვთის ნება რა არის? ეს თუ არ იცის, რა უნდა უარყოს და რას უნდა შეუერთდეს, საით უნდა წავიდეს, საით უნდა ამოძრავდეს და ღვთისნება რო გაიგოს ადამიანმა, ადამიანს უნდა მუდმივი კავშირი, მცდელობა ჰქონდეს ღმერთთან, რომელიც შეუძლებელია წმინდა წერილის გარეშე, რომელიც შეუძლებელია ნამდვილი ჭეშმარიტი ლოცვის გარეშე, რომელიც შეუძლებელია საერთო ჯამში მადლის გარეშე. იოანეს სახარებაშიც დღევანდელ დღეს
თავად უფლის სიტყვები გვესმის, რამე თუ გარდა მოვხეთ ზეცით, ლაპარაკია ღვთის განკაცებაზე. ღვთის განკაცებაზე. არა რათა ვყო ნება ჩემი, რატომ არის აქ ნება, რა ნებაზეა საუბარი, ხო ღმერთია იესო ქრისტე და რა ნებაზეა საუბარი, რა ღმერთის ნება არ ყოს, აქ ლაპარაკია მის ადამიანურ ბუნებაზე. და ამით გვასწავლის, რომ თვით ქრისტეც, რომლის ადამიანური ბუნება სრულად განღმრთობილია, მისი ადამიანური ბუნება სრულ მორჩილებაში არის, თანხვედრაში უკვე შესაბამისად ღვთის ნებასთან. და ამით გვასწავლის, რომ ჩვენი განხრთობის, ანუ ჩვენი მარადიული სიცოცხლის, ჩვენი მარადიული ბედნიერების, მოდი ესე ვთქვათ, უპირველესი პირობა არის, რომ ჩვენი ნება სრულად მოვიდეს თანხვედრაში, ჩვენი ღვთის შვილობის, ღვთის შვილობაში რეალიზების უპირველესი პირობა არის ჩვენი ნების მოყვანა სრულ თანხმობაში ღვთის ნებასთან. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამიტომაც არის მამაო ჩვენოში ეს სიტყვები იყავნება შენ. ხო და ქრისტე გვეუბნება, რომ იმიტომ გარდა მოვხედ ზეთით, რათა არა ვყო ნება ჩემი, ანუ ადამიანური ნება, არამედ ნება მომავლინებელისა ჩემისა მამის. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი მოვიდა და ისაუბრა და ადრეს გითხარით, ხო, ღვთის ნება განცხადდა, რანაირად განცხადდა ჩვენში. ღვთის ნება განცხადდა ჩვენში მისი სიტყვით, მისი ცხოვრების წესით და მისტიკურად. მისტიკურად ეკლესიაში. აი რა ზუსტად განსაკუთრებით ნიუ-პროტესტანტებს რო პრობლემა აქვს და ვერ იგებენ ეკლესიის არსს და მნიშვნელობას და აუცილებლობას. შეიძლება სახარებას კითხულობდე და გაიგო რას ამბობს უფალი, თუმცა ეკლესიის გარეშე ბოლომდე მაინც ვერ გაიგებ. შეიძლება თქვა მეტნაკლებად შეიგზნო, განიცადო მისი ცხოვრების წესი კვლავ წმინდა წერილში, მაგრამ მისტიკურად მას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ მისტიკა საიდუმლოება სწორედ ეკლესიაში მის მიერ, ქრისტეს მიერ დაარსებულ ეკლესიაში აღესრულება. და აი ზუსტად ღმერთმა მოვიდა რა ადამიანად, დაგვანახა, განგვაცდებინა, გვაჩვენა, ხელის გულზე დაგვიდო გალაქტიკების შემოქმედს რა უნდა. გვესმის თუ არა ეს რამხელა პრივილეგია, როცა ჩვენ ეს ვიცით. ადამიანს ვისადი ის არის ადამიანი ხო ცოტა ჭორიკნები ვარ და აი მაგრამ თქვა იქ რა მოხდა სულ რაღაც აინტერესებს და ამ დროს ჩვენ ვიცით უпроსორეთ შესაძლებლობა გვაქვს ვიცოდეთ სამყაროს შემოქმედს რა უნდა და მან რას თქვა წარმოგიდგენიათ ამაზე მეტი სიდიადე და ამაზე მეტი მდობა ღვთისაგან ჩვენს მიმართ და რა თქმა უნდა შესაბამისად რამხელა საშნელი პასუხისგებლობით ვიტვირთებით. როცა ჩვენ ვიცით, უпроსორეთ შესაძლებლობა გვაქვს ვიცოდეთ რა უნდა ღმერთს. მე აგძელებს, რამე თუ ესი არის ნება მომავლინებელისა ჩემისა და წამსვე აი ადამიანი ყურადღებას აფაქიზებდეს. რამე თუ ესი არის მომავლინებელისა ჩემისა, მისი ნება რა არის, რა უნდა, რა გინდა ღმერთო, რა გინდა გალაქტიკების შემოქმედო, ჩემო შემოქმედო, რა გინდა რათა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა, პირველი საფეხური შეიძლება ასე ითქვას, ყოველი რომელი ხედავდეს ძეს. ანუ თუ ძეს ვერ ხედავ, ანუ ძეს როგორც ღმერთს, იესო ქრისტეს როგორც ღმერთს, იესო ქრისტეს როგორც შემოქმედს ადამიანად მოსულს, ეკლესიის დამაარსებელს, ეკლესიაში საიდუმლოებრივად მყოფს. შენ თუ ამას ვერ ხედავ, ანუ შენთვის თუ ქრისტე დაფარულია სრულად, მაშინ შენ შეუძლებელია ღვთისნება გაიგო. გამორიცხული, ამიტომაც გვეუბნება, ყოველი რომელი ხედავდეს ძეს, პირველი უნდა ხედავდე და მერე და რწმენეს მისი. ანუ არ არის საკმარისი რომ იცოდე, შენი გულით მიხვდე, გულით დაინახო, რომ ქრისტე არის ღმერთი, ანუ ხედავდე მას როგორც ღმერთს, უნდა გწამდეს. ახლა რწმენა რას ნიშნავს? ადამიანი იფიქრებს, თუ ხედავ და თუ გულმა დამიდასტურა, რომ ის არსებობს, ესე იგი ეს ხო იგივე რწმენა, არ არის იგივე რწმენა. შენ როცა გწამს, უпроსორეთ შენ როცა იცი, შენ როცა რწმენას ვუწოდებთ ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში რწმენას სხვადასხვა საფეხურები აქვს. შენ როცა გულისმიერად იცი, ღმერთისგან გამოცხადებით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ანუ როცა შენ ხედავ ძეს, აი ამ გაგებით. ეს სულაც არ ნიშნავს რწმენას.
ამიტომ რომ რწმენა მაშინ იწყება შენში, როდესაც შენში რჩება მისდამი ნდობა და მისი ერთგულებით ცხოვრება. მე იმას ვწამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს. ანუ თუ შენ ქრისტეს არ უჯერებ, მაშინ შენ რწმენა არ აქვს ქრისტიანული გაგებით. ამიტომ ხედვიდეს, ესე იგი შენიცი რომ ქრისტე არის ღმერთი და რწმენეს მისი, ანუ მისი ერთგული ხარ, მისი მცნებების აღმსრულებელი ხარ, აი ამის მერე მას მერე ვკითხულობთ, აქ უნდა ცხოვრება საუკუნო. აი ღვთისნება რა არის? დაინახო ქრისტე, მიენდო მას, უერთგულო და ამის მერე შენ აუცილებლად მარადიულად იცოცხლებ. და აი მარადილ სიცოცხლეში ერთი საიდუმლოებრივი რამ, რომელიც თანამედროვე უბრალოდ ხორცში მყოფი ადამიანის ლოგიკური აზროვნებისათვის აბსოლუტურად უცნაური და უცხოა. და ამიტომ როცა ამბობს, აქ უნდა ცხოვრება საუკუნო, ამით არ ჩერდება და აგზელებს და მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღეს. აი ეს აღდგინება უკანასკნელს ამას დღესა, იმიტომ რომ ჩვენთვის რაღაც ესეთი სპირიტუალური წარმოდგენა გვაქვს ქრისტიანობაზე, რომელიც არის სხვადასხვა რელიგიებიდან ნაკარნახები, სხვადასხვა სოფხედელობებით რაღაც შემოსული ჩვენში, რომ ესე იგი სული ავიდა, ხორციდან სული წავიდა და რაღაც სულიერ სამყაროში გადასახლდა და აი რაღაც ესეთი სპირიტუალური წარმოდგენა. ეს ქრისტიანებს ესე არ გვწამს. ჩვენ რო სული ამოვა დიახ და იქ მიღმიერ სამყაროში გავა, ის არ შედის იმ სრულ ყოფიერებაში და დიდებულებაში, რისთვისაც ღმერთმა სამყარო შეგვიქმნა ჩვენ. ის გადადის ერთგვარ მოლოდინის მდგომარეობაში. ამით არაფერი არ მთავრდება. ეს არის რაღაც ერთგვარი საფეხური. სრული განსრულება სიდიადისა მოხდება მაშინ, როცა ქრისტე დაბრუნდება სამყაროში. და ქრისტეს დაბრუნების შემდგომ იწყება სამყაროს განახლება, ჩვენი სხეულები თურთ. სამყაროს განახლება, აბა ქვის განახლება ედარდება ღმერთს. პავლე მოციქული ამბობს, რომ მეკალოე ხარსო, ძველ აღთქმაში წერიაო, პირს ნუ აუკრავო. და მე პავლე ამბობს, რომ ხარები ედარდებოდაო ღმერთსო, ხარებზე გვიწერსო ღმერთიო ბიბლიაში? იმ სიმბოლოთ იყენებს. სამყაროს განახლება რეალურად მოხდება, მაგრამ ქვების განახლება და მთვარის განახლება ედარდება ღმერთს. ეს ყველაფერი ჩვენთვის ხდება. სამყაროს განახლება ხდება ჩვენი სხეულები თურთ, რომლებიც მიწაში იქნება, ან თუ ცოცხლები ვიქნებით, მიწის ზემოთ ვიქნებით, მაგრამ ხდება განახლება და ადამიანი კვლავ სრული ხდება სულისა და ხორცის ერთობა. ეს ხო წარმოგიდგენიათ, ფორმებისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი რაღაც მოცემულობაა, რეალობა, რომლის წარმოდგენა ჩვენ შეუძლებელია გქონდეს, მაგრამ ვისაც ეს არ სწამს, ის ქრისტიანი არ არის. ასე რომ კარგად გამოვიკულიოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ზოგიერთი ეკლესიის წევრისათვის ზოგადად ეგეთი ადამიანები არსებულა, ხო ესე ვთქვათ, რომ ეს რაღაც წარმოუდგენლად მეაჩნიათ. სული წავიდა და მორჩა, ეხლა იქ რაღაცა იქნება და არა, სამყარო უნდა შეიცვალოს ჩვენი სხეულები თურთ. ამიტომ და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ სხეულს სიწმინდის თვალსაზრისით. არ შეიძლება მისი შეურაცხყოფა, მისი გაუწმინდურება უზნეობით, არასწორი ცხოვრების წესით. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი წმინდანის სხეული სასწაულებს ახდენს და არ ემორჩილება მატერიის კანონებს. ეს ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ სხეულები მართლა გარდაისახება და გარდაიქმნება. იმიტომ რომ ჯერ კიდევ უბრალოდ შეიძლება ძვალია სხეულის, რომელიღაც წმინდანის სხეულის ნაწილია, მაგრამ შეიძლება ქონდეს ტემპერატურა 36 და 6. მაგალითად, მარიამ მაგდალინელის ხელის მტევანია სიმონა პეტრეს მონასტერში ათონის თაზე და სხვადასხვა ნაწილები არის. ყველა ნაწილს აქვს ჩვეულებრივი ტემპერატურა, როგორც აქვს ყველას და როგორც კი შეეხები მის ხელის მტევანს, ის არის თბილი როგორც ადამიანის სხეული. ეს არის უბრალოდ გამაოგნებელი რაღაცა. გახარ შოკირებული, ვერც ვერაფერს ამბობ, ვერც რა უნდა თქვა და ეს ემთხვევი ერთს ჩვეულებრივი გარემოს ტემპერატურა აქვს და იმას ემთხვევი და თბილია. ხელის ტემპერატურა აქვს და ესე გაოგნებული გახარ. ვერაფერი აბსოლუტურად აუხსნელია. ან კეთილსურნელება, როცა თქვა პატოპედის მონასტერში გამოაბრძანეს წმინდა თეოდორე სტრატილატის ჩემი მფარველი წმინდანის თავის ქალა არის თეთრი საერთოდ ბუნებრივ მდგომარეობაში და წმინდანების თავის ქალა არის სხვანაირი, სხვა ფერია, ქარვის ფერებია, რაღაცნაირია, საოცარი და კეთილსურნელება აქვს, გამოიტანეს და აბრძანეს კეთილსურნელება.
და ეხლა ამ ყველაფერს რა უშლის? აი ამას გეუბნებოდით, რომ ადამიანის ჩვენი ლოგიკური აზროვნება ხო მიწებებულია ამ სამყაროს ყოფიერებაზე და შებოჭილი ვართ ჩვენი ლოგიკური აზროვნების პარადიგმა ქვია, რაღაც ჩარჩოთი, შებოჭილები ვართ და განძრევა არ გვინდა და მე თან ვამპარტავნებთ ჩვენი ამ შებოჭილი ლოგიკური აზროვნება თავისთავად შებოჭილია, თავისთავად ჩარჩოა და ამით ვამპარტავნებთ. და სტერეოტიპული წარმოდგენები გვაქვს ყველაფერზე აბსოლუტურად, მათ შორის სარწმუნოებაზე, რელიგიურ ცხოვრებაზე, ქრისტეზე, ეკლესიაზე. და ნახეთ, რატო ვერ ცნობენ ქრისტეს მაშინ, რატო ვერ ცნობენ? ხო ასეც რაღაც სიმაღლეებზე ესაუბრება. და იტყოდეს და მე ზეცით გარდამოვხეთ ეუბნება ზეციდან და იტყოდეს, არა ესე არის იესო ძე იოსებისი, რომლისა მამაი და დედაი ჩვენ ვიცით. ვით არ უკვე იტყვის ესე, ვით არ მე ზეცით გარდამოვხეთ. ანუ მათ ქონდათ თავიანთი შეხედულება, გამყარებული ამ თავიანთ შეხედულებაში და არაფერს არ უშვებდნენ განსხვავებულს. რაც არ უნდა განსაცვიფრებელი რამ მომხდარიყო, მათი გული ჩაკეტილი იყო, იმ ჩარჩოში მოქცეულია. თავისუფლება არა, გასაქანი არა აქვს. და ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენ შეზღუდული ვართ ჩვენი რელიგიური აზროვნებით ხშირად, ჩვენი სულიერი ბრწყალებში გამოცდილებით, ჩვენი ხშირად არასწორი ტრადიციით, ქრისტიანობის არასწორი გაგებით შეზღუდულები ვართ და ვერაფერს ვერ ვიგებთ. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი რამ არის და თხილად უნდა ვიყოთ. მე როცა ადამიანი ვერ იგებს ჭეშმარიტებას, იწყება დრტვინვა, ამბოხი აქვს და თulis რომ თვითონ არის მართალი. და არა თქვათ ის რაც მოცემულობა სინამდვილია, ღმერთი სინამდვილია, ეკლესია სინამდვილია და ის ჭეშმარიტი ქრისტიანობა სინამდვილია და შენ როცა შენსას იგონებ, გამოგონილს სინამდვილის მიმართ გაქვს აგრესია და დრტვინავ. და უფალი ამბობს ისეთ რამეს, რომელიც მაინდა-მაინც მანუგეშებელი იმისთვის, ვინც დრტვინავს, მაინდა-მაინც მანუგეშებელი ვერ იქნება. მიუგა იესო და რქვამათ, ნუს დრტვინავთ, ვერ ვის ხელეწიფების მოსვლად ჩემ და უკვე თუ არა მამამან მომავლინებელმა ჩემმან მოიყვანოს იგი ჩემდა. და აი აქ უფალი წარმოაჩენს საიდუმლოებას ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისა. ანუ ამით გვეუბნება, რომ ვიღაცა დრტვინავს, ვერ იგებს, მაგრამ უფალი გვეუბნება, რომ მას მამამ არ განუცხადა. რატომ არ განუცხადა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ თუ არ განუცხადა, ვერაფერს ვერ გააგებინებ. ანუ ის რომ ადამიანი თუ რამე ვიცით და თუ ჩვენი ცოდნა რაღაცაში მაინც სინამდვილესთან ახლოს, ეს აბსოლუტურად ჩვენი დამსახურება არა, ეს არის ღვთის მოწყალება. და აი ამ მოწყალების გამო სულ მადლიერნი უნდა ვიყოთ. სულ იესოს სახელთან ერთად უნდა სცემდეს ჩვენი გული და კიდევ უფრო ხშირად უნდა აღმოვთქვავდეთ იესოს სახელს, ვიდრე ჩვენი გული სცემს, ვიდრე ჩვენი სუნთქვა არის, იმაზე უფრო მეტი მადლიერების გამო. იმიტომ რომ ჩვენ მოგვეცა ის, რაც მრავალ ადამიანს არ მიეცა. ჩვენ ვიცით საიდუმლოება თავისუფლებისა, რომ ეს არის ღვთის ნებისადმი მორჩილება და არა თვითნებობით ცხოვრება. ჩვენ ვიცით პიროვნული განვითარების საიდუმლოება, რომ ეს არ არის ეგოიზმი, ეს არ არის ინდივიდუალიზმი, ეს არის სიყვარულში ცხოვრება, რომ თუ გინდა რომ პიროვნება იყო. ჩვენ ბევრი რამ ვიცით და ვიცით იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთმა მოიღო წყალობა და გაგვაგებინა. და როცა ამბობს უფალი, რომ თუ მამა მოიყვანს მას ჩემთან და მე ჩემთან მოიყვანს და მე რას ვიზავ, ქრისტე ამბობს და ყოლავი მეორებს და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა დღესა და ეს აღდგომა რომ მოხდება და შენი როგორც ადამიანის სრული სისავსე რო სახეზე იქნება, სად იქნები, როგორ ფიქრობ, ჩვენ ხო ვიცით მარჯვენით ქრისტესა და ქრისტე მარჯვენით მამისა, ანუ ყოვლადწმიდა სამების სიახში გონება მიუწვდომელ ყოფიერებას იწყებს ადამიანი ღვთისშვილის სტატუსით. ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები, ჩვენი წინაპრები, ყველანი ვინც ცხონდებით, ყველანი ერთად განსაცვიფრებელ ბედნიერებაში შევდივართ. წერილ არ წინასწარმეტყველთა შინავით არმეთ ყოველნი ღვთის სწავლულ უნდა იყვნენ, ყოველი იყვნენ ღვთის სწავლულ. და ნახეთ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ და ეხლა უფალი კიდე გვახსენებს.
ღვთისაგან განსწავლული უნდა იყო, თუ ღვთისაგან განსწავლული არ ახარ, ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ვერ იგებ. ანუ შენ ამას რო წკითხულობ, თან ღვთისაგან უნდა განისწავლებოდე და ღვთისაგან განსწავლა და ეს საკითხული ერთმანეთს რო დაემთხვევა, მაშინ შენი გული მოდის აი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ მდგომარეობაში. და ვინც ღვთისწავლულია, ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან, ისწავლოს და მოვიდეს ჩემდა. ანუ შენ რო სახარებას კითხულობ და ქრისტეს სიტყვები გესმის, ქრისტესთან მხოლოდ მაშინ მიხვალ, როცა თან პარალელურად მამისაგან განისწავლებ. ანუ კიდევ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ საიდუმლოებაზეა მინიშნება ადამიანი როგორც ღმერთთან ურთიერთობის რაღაც საიდუმლო ჭურჭელი. ჩვენ ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებს გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ აქ რო ვართ, არ მოვდუნდეთ და ვეცადოთ, რომ არათუ ჩვენ ღვთისნება გამოვიძიოთ და ღვთისნებით ვეცადოთ ცხოვრებას, არამედ ჩვენი სუნთქვა მიეწეპოს ღვთისნებას. რომ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც კი მისი ნების გარეშე არ იყოს. მე მესმის, რომ ეს რაღაც მაღალი ნიშნულია, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანები ვარ და ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ერთგულებას უნდა გვინდოდეს და მის და მის სიყვარულიც. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ქრისტე აღდგა.